სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ბერძნულ მართლმადიდებელ ტაძარში, რომელიც სკვირა დღეს სავსე იყო, მომლოცველები ცეცხლი გახსნა და ჟილეტზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოქმედებაში მოიყვანა. რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაიჭრა. როგორც სახელმწიფო მედია აცხადებს, თავდასხმა დამასკოს გარეუბანში, მარ ელიასის ეკლესიაში მოხდა. წირვას ვატარებდით, ხალხი მშვიდად ლოცულობდა. უცებ კარში გამოჩნდა ვიღაც, ჟილეტი ეცვა და იარაღს გვიმიზნებდა. ახალგაზრდები მაშინვე მიცვიდნენ, რომ გაეყვანათ ეკლესიიდან, რომელიც ჩვენთვის წმინდა ადგილია. ეკლესიის გართან მან თავი აიფეთქა. 350-მდე ადამიანი ლოცულობდა აქ, ბევრი ხალხი იყო. არც კი ვიცი ზუსტად რამდენი. პირადად მე ჩემი ხელით 20 ცხედარი გავასვენე. ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენც და ისინიც. თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულ პირს სახე დაფარული ჰქონდა, როდესაც ცეცხლი გახსნა. როდესაც ხალხი ეკლესიიდან მის გაყვანას ცდილობდა, მაშინვე ააფეთქა მოწყობილობა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამოძიების წინასწარი შედეგები ექსტრემისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე მიუთითებს. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და გმობს ამ ამაზრზენდა დანაშაულებრივ თავდასხმას, რომლის სამიზნეც მარ ელიასის ეკლესია იყო. არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ISIS-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე. წლების განმავლობაში სირიაში მსგავსი თავდასხმა ეკლესიაზე არ ყოფილა. ეს იმ დროს ხდება, როდესაც დამასკო, სადაც ახალი ისლამისტური მმართველობა უმცირესობების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.